მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებელი პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაიკითხა და ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარის არაერთი არგუმენტის მიუხედავად სანქცირებელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეს სახელაშვილის თქმით ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროცესზე სიტყვით ამაღლობელიც გამოვიდა და თქვა, რომ ბუნებით კრიმინალი არ არის და მისი მიზანი მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. არის პირველი ვეგრიდან მოცაის გაშრა ვერ ხვდები რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა თან ახლა. იმიტომ რომ რა ვიცი, ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის რაც კრიმინალთანაა დაკავშირებული ძაც ატანა შეიძლება თუ უნდა დაგეგმო ხო ახალი დანაშაული როცა ჩაიგო უნდა დაგეგმო ამიტომ თუ შემიძლია დანაშაულის ჩადენა საკავშირო გადაშენებული დანაშაულის იქაც სმარტ კომუნიკაცია როგორც დამოუკიდებლობთან მასშტაბში მოხდა. არის ვერ ხვდები ამას. და უნდა დაგეგმო ახალი დანაშაული ფაქტია ჩაიგინო, ერთადერთი ვიცი რომ პატიმრობაში თუ არ იქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთე. დანაშაულს არ შევიდეს. თუმცა არ არის კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ რა ვიცი, ქვეყნის ევროინტეგრაციის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ დამოკიდებულია. მოცემულ ეტაპზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნამდვილად მომეტებულია ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის საფრთხე, შესაბამისად ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ რისკებს, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელის მიმართ გამოგონებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა მიზანს შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს, უნდა დარჩეს ძალაში. აღნიშნული განჩინება ცალკე არ საჩუქრება, შეიძლება გასაჩუქრდეს შემაჯამებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. დღევანდელ სხდომაზე გრიგოლ ბესელიასთან ერთად ბათუმის პოლიციის უფროსი საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც უნდა დაკითხულიყო, თუმცა ბესელიამ მხარეთა კითხვებს 5 საათის წემდა პასუხს. ხანგრძლივი პროცესის გამო დღევანდელ სხდომაზე დგებუაძე აღარ დაიკითხა. ბესელიამ ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის სილის გაწვნის მომენტი გაიხსენა. მისი თქმით, ხელის გარტყმის ხმა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ აქცია დაიშალა. ხმა თუ გაიგეს ფაქტი, ხმა ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით, იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა 3-4 კაცი დარჩა, იმიტომ რომ აქციის წევრების მაგას იძახდნენ პირად საუბრებში, რომ მას შემდეგ კიდე გამოვედი მეც რამოდენიმეჯერ გებუაძეს და აი ჟურნალისტებიდან დაწყებული, აქციის წევრები დამთავრებული, ლიდერები დამთავრებული, ყველა იძახდა, რომ აპატიეთო ქალბატონსო ანერვიულებული იყო და შეეშალა ვერ გიცნო რა რაღაცა ეგეთი რაღაცა მოხდაო და ყველა მაგას იძახდა. აქლის სიძლიერეზე საუბრობ თუ რაღაცა? დიახ, სიძლიერესაც საუბრობ და თვითონ ფაქტსაც რა, ეხლა პოლიციელს ადგე ეხლა პოლიციის ხელმძღვანელის ხელი დაარტყა, ეგრე არ ხდება. გაესხა თავს. დიახ. მიგონეთ აქლის ხმა და იგი არა მართლა არა მართლა აი აქ არიან ხა რამოდენიმე ცოტა ცინიკურად იყურება დარბაზიდან და ესენიც მანდი იყვნენ ბევრი მანდი და ეხლა დღეს რო გამოდებული ქალბატონი მზიას უფლებათა დამცველები არიან აი ბევრი იძახდნენ რომ ეს შეცდომა მოვიდა ქალბატონ მზიას და თუ შეიძლება რომ კაცრი მდგომა არ ყოფილიყო ქალბატონ მზიას დიახ ამაფუნებელო ესეთი ლიერად უნდა ადამიანის გარკვეულებას იყო? კი, არა, ხმა იყო, მართლა იყო ხმა, ეხლა ვიდეოზეც ხო ჩანს, არა, ეხლა შეგიძლია ჩართოთ და მოусმინოთ ვიდეოს, მაგ ვიდეოს. ბესელიამ ბრალდების მხარის საპასუხოდ ბათუმში გამართული აქციებიც გაიხსენა და თქვა, რომ თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები პოლიციელების მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი. მისი თქმით, იანვრიდან მდგომარეობა შეიცვალა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა პოლიციელების შეურაცხყოფა დაიწყეს. როგორც ბესელიამ სხდომაზე თქვა, 11 იანვრის ღამეს აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მან აგრესიულობასა და პოლიციელების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი მზია ამაღლობელსაც და თქვა, რომ გებუაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მისი საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა.
აგრესიული საუბარი მოდის, აგრესიული რა. აგრესიული იყო. აგრესიული იყო და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ რომ არ ვარ მჩოვლები პოლიციელები ქალებისგან, თან მეტი საჭარაში ქალებისგან ესეთ აგრესიულ დამოკიდებულებას. შემდეგ ახლა მიყავს როგორ გამიტარდა მოვლენები, რამდენ ხანს გაგრძელდა დებუაძესა და ამაღლობის შორის კომუნიკაცია და აი გამიტარებული მოვლენები. ეს საუბარი რაც არის კითხვა-პასუხი, რომელიც დებუაძე დუნდება, მე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე კაჩავს და ხელს უთხრამს სახის არეში. მე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. ნუ აი რაღაც შეიძლება ეხლა დრო მაგ დროს ხარ დაჭირდეს ეგ დრო იყო მათი კომუნიკაცია. აი ამ კომუნიკაციის დროს ვერაფერში თუ ზარაფოს იყო. პოლიციის ხელმძღვანელის დებუაძის მხრიდან აიმე სახის სიტყვაში შეიძლება არანაირი რაღაც გამოიწვია აგრესია პრაქტიკულის და ესეთი ხო არ გახსენდება გამორიცხულია ქალბატონ მზიას ან ვინმეს ქონდა დებუაძეს მიმართ აგრესია. ვინაიდან არ არის ეს ბიჭი ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა ქალბატონების მიმართ ან დაკავებულების მიმართ რაღაცა აგრესიულობით რაღაცით იყოს შემჩნეული ან რაღაცა მსგავსი მომხდარი. ეს უბრალოდ იყო რაღაცა მე ესეთი შტაბ-შტილება რჩება, რომ შეიძლება ესე ვთქვი, რომ იმ დღეს აქციის წევრებს რაღაცა სურდათ, რომ რაღაცა ტემპერატურა აწეულიყო. ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება თუ რაიმე პირად მოდის? არა, სამსახურებრივი იყო, იმიტომ რომ ვიცი რომ ქალბატონ მზიას და დებუაძის პანდა შეხება არ ქონიათ და ვინაიდან პოლიციის ფორმა იცვა, შეიძლება მისი თანამდებობა არ ცოდნოდა, მაგრამ არ მგონია ხან ქალბატონ მზია ეხლა თუ მე აფრთხილად ინტერნეტ გამოცემა და გაზეთის და ასე შემდეგ ფლობელია და მე დარწმუნებული ვარ რომ იცოდი დებუაძე ვინ იყო. ბრალდების მხარის მიერ ბესელიას დაკითხვის შემდეგ კითხვების დასმა დაცვის მხარემ დაიწყო. ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ბესელიას ინფორმაცია პოლიციის სამხრე კამერების შესახებ. კითხვების დასმისას შენიშვნა გააკეთა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მან მწარიაშვილს უთხრა რომ თუ მოწმეს არ ახსოვდა რაიმე ფაქტი, ამისთვის პასუხი არ უნდა მოეთხოვა. პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ თუ რა მოწმეს? კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს არ აქვს სამხრე კამერა. ვისაც აქვს იმაზე რეგი? საპატრულო პოლიციას არ ვიცი ვერ გითხრათ. ჩემ დაქვემდებარებაში არ ყოფილა საპატრულო პოლიცია. ჩართული ამდენი საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციას დრასტი არასოდეს მიგიცებია ყურადღება. ადამიანი ხალხ სამხრე კამერა ჩართული იყო თუ რა მოწმეს? ქალბატონო მე ვერ ვარჩევ და ვერცხვენ ვერ გაარჩევთ ჩართული აქვს თუ არა აქვს ჩართული. ინდივიდუალურად ვერ ვერყვები ბოდიშნობით. იმიტომ რომ არასოდეს არ მომუშავია მაგ მიმართულებით და არასოდეს არ ვიცი იწერს თუ არ იწერს. საპატრულო პოლიცია ვისაც მოდებარება? ის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი დეპარტამენტიდან დადებარება. მე არ მომხდები. აი ეს კაცი ვინ არის? რა შეიძლება აი ეს ვინ არის? აი ეს ვინ არის? საპოლიციო ფორმაცია არ შეიძლება არის. აი ეს ვინ არის? არ ვიცი დედას გექცევი. მან ზის ძალიან ბევრი პოლიციური დანახმარება. ხო, მაგრამ რამდენი წელია თქვენ ამ შენობაში მუშაობთ? მე სამი. და აი კიდევ მითხრა რომ ამას არ ცნო? ვერ ვცნობ ახლა. რას თანამშრომელი ყავს? ყველა შეიძლება საკეთო. არა, დააბრუნეთ რაგინე თავიდან გავუშვით. მიეცეთ ყურადღება დააფიქსირეთ, აი აქ ნახეთ. დახედა კამერაზე. დარწმუნდა რომ რა მოცულია და გაიწია უკან. შეიძლება საპატრულო პოლიციის სამსახური იყოს. დიახ, ანუ დახედა, ერთი ერთხმაში არ ვისაუბროთ და მე კითხვას ვსვამ. ერთი ძალი თავმჯდომარე ისმის რომ კითხვებისთვის ვართ ახლა აქ კითხვები უნდა დავსვათ. ბატონო, კითხვას დავდოთ, პასუხი შემდეგ გავცეთ. ერთხმაში არ ვისაუბროთ და როდესაც თავმჯდომარე მოწმეს საუბრობს რომ რაღაცა არ ახსოვს, პასუხს რომ მოვთხოვთ ამაზე რატომ არ ახსოვს. ეხლა გავაგზავნოთ. არა, მე ყოველთვის შემიძლია ვკითხო რატომ არ გახსოვს, იმიტომ რომ მე ერთი წამი ხავდო მაგრამ 3 წელი რომ მუშაობ. არ მარტება დავაკეთე გააგრძელეთ შემთხვევის გასა. მათ თქვენ მოხსენით ხოლმე ჩემი კითხვა, როდესაც საქმესთან არ იქნება. ხავდო მაგრამ არ ესეც ჩემი გადასაწყვეტია პოლიტიკაში ვიშო.
მე-11 წამზე დააბრუნეთ. აი ეს კაცი მიაქცია ყურადღება, ეს კაცი უყურებს დახედავს პატრულის თანამშრომელს აი აქ კამერაზე. ნახავს რომ გამორჩულია და გაიწევა უკან. ამ კაცს თუ იცნობთ? აკაც შეგრიათ რომ მოხდეთ. შეგრიათი პროდუქციაში არ დაასვენოთ რომ კამერას უყურებს და იგებს თუ არ იგებს რომ მაგას უყურებს. ეგ მეორე ერთი მართლა არ ვიცი ვინ არის ეს რომ ვერცნო შეიძლება ჩემი თანამშრომელიც იყოს, იმიტომ რომ 900 თანამშრომელი მყავდა აჭარის პოლიციაში. ამ შენობაში ზის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, პატრულის დეპარტამენტის, პატრულის მონიტორინგის თანამშრომელიც შეიძლება. არა, არ მიმართება რომ სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება შეაფასეს. ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომება, ანუ არასაპატიმრო ღონისძიებებმა ვერ მოახდინა შემაკავებელი გავლენა და მან ჩაიდინა უფრო მძიმე ქმედება ამ შემთხვევაში თავდასხმა. აქედან გამომდინარე ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ არსებობს მსგავსი ქმედების ჩადენის საფრთხე, მსგავსი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც გაიზიარა სასამართლომ და ამ ეტაპზე გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში. რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, მისი დასაბუთების სტანდარტი იწევს მაღლა. ეს არის 2x2 4 და სასამართლომ არ იცის ეს. სასამართლომ დღეს თქვა, რომ ზიას პატიმრობის დასაბუთების სტანდარტი არის ძალიან დაბალი, მაგრამ ის დაბალი სტანდარტითაც ვერაფერი ვერ გვითხრა. მე აღვნიშნე რომ ბრალდებამ თქვა რომ ის თურმე რომ ზია ჩაიდენს ახალ დანაშაულს ეს საფრთხე ძალიან ინტენსიურია სასამართლომ თქვა რომ არსებობს ამის მომეტებული საფრთხე მე არ ვიცი როდის მოიმატა ამ საფრთხემ ანუ სამართლებრივად წარმოუდგენელი დასაბუთება მოვისმინე მე დღეს მოსამართლის ფაქტია რომ არ არსებობს არც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ნებისმიერი ობიექტური პიროვნება ვინც დაეთანხმება იმას რომ დღეს თუ კი მზია ამაღლობელის პატიმრობა შეიძლება გირაოთი ან გირაოს დაემატება სხვა უფლებას შემზღუდავი ღონისძიება მზია ამაღლობელი გამოვა საპატიმროდან და ჩაიდენს ახალ დანაშაულს არ არსებობს არც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ამის ამას პატიმრობას რა თქმა უნდა იყენებენ მზია ამაღლობელის დასჯისთვის რეპრესიისთვის რასაც კანონი არ ითვალისწინებს და მათ შორის ამ საკითხზეც დღეს უკვე გაიგზავნა სტრასბურგში საჩივარი. პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. მეორედ გებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მედია მენეჯერს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს სასამართლოში მისულ ირაკლი გებუაძესა და გრიგოლ ბესელიას ამაღლობელის მხარდამჭერებმა სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. ამაღლობელის დღევანდელ პროცესს უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი დაკვირდება სხდომაზე ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. უკვე ცნობილია, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გაიგზავნა. შემდგომი სასამართლო პროცესი 8 მაისს გაიმართება.